Paralelურად ის შენების მოძრაობის წევრია. ბატონ ლევან, ამ ჩანაწერმა რა შთაბეჭდილება დატოვა? მე თავშივე ვიტყვი ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პატრიარქი რამე ინფორმაციულ ნაკლებობას განიცდის. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ საუბრის მოსმენა? დიახ, მე გეთანხმებით, სრულიად გეთანხმებით და მინდა ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქის და საერთოდ საპატრიარქოს წარმომადგენლების პოზიცია იყო საკმაოდ ცხადი, მყარი და რაციონალური. ისინი ხაზს უსვამენ, თქვენც ძალიან კარგად ეს ყველაფერი გააშუქეთ და შესაძლოა უკვე მოისმინეს ჩვენმა მაყურებლებმა, რომ ისინი ამბობენ, რომ მათ უნდათ სიმართლე, რომ არც ის უნდათ რომ დამნაშავე გამართლდეს და არც ის რომ უდანაშაულო ასე ვთქვათ დაიჭირონ და ასე ვთქვათ მიუსაჯონ რამე და მთლიანობაში ძალიან ესეთი სწორი ჩემი აზრით სწორი და რაციონალური პოზიცია არის და ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმებით. თავარი რა იყო, რაც ამ შეხვედრის, ასე ვთქვათ, მოსმენით გავიგეთ. პირველი ის, რომ პატრიარქმა იცის ეკლესიის უფლებამოსილებები, იმიტომ რომ ის უსვამს ხაზს, რომ ვერ ჩაერევა ვერც სასამართლო პროცესში და ვერც შეხვედრით, ვერ დეკანოსთან შეხვედრის ორგანიზებით ვერ დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის პროცესზე ზეგავლენას ახდენს. ჩემი აზრით ეს ძალიან სწორი პოზიციაა. ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამოყოფილია და პატრიარქი რომ მივიდეს, ეს შეიძლება მართლაც როგორც ზეგავლენის მოხდენად ჩაითვალოს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო რაღაც განსაკუთრებით საპატრიარქოს და ეკლესიის მიმართ რაღაცნაირად ზედმეტად დიდ ყურადღებას იჩენს და ლამისა არღვევს აი ამ გამოყოფის პრინციპს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ამიტომ ჩემი აზრით ამაშიც პატრიარქის პოზიცია სავსებით სრულიად სწორი და გამართლებულია. ახლა მე კი არ გამსჯი ახლა პატრიარქს, მაგრამ ჩემი აზრით როგორც ექსპერტის სავსებით სწორია და აქედან ჩვენ რა დავინახეთ? ჯერ ერთი დავინახეთ ის, რომ პატრიარქი რასაკვირველია ინფორმირებულია. აქ რასაკვირველია ჩვენ არავინ არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა აქ ან დამნაშავე ეს ადამიანი ან სრულიად უდანაშაულოა ან შეიძლება ნაწილობრივ ასე ვთქვათ ნაწილობრივ დამნაშავეა შეიძლება მართლაც დიდ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე აი ეს სწორედ პატრიარქმა ამას გაუსვა ხაზი მივაქცევთ თქვენ ყურადღებას რომ პირველ რიგში მან თქვა რომ ეს არის ბრძოლა არა თქვენს წინააღმდეგ არამედ ეკლესიის წინააღმდეგ ანუ მან რაღაცნაირად მიუთითა რომ შესაძლოა რაღაც პროვოკაცია იყოს და შემდეგ პირდაპირ ახსენა რომ ვის სჭირდებოდა ეს პროვოკაცია ანუ მისი ვარაუდებით საქმე გვაქვს რაღაც გარკვეულ პროვოკაციასთან, მაგრამ ცხადია რომ რაღაცა მოხდა და სულ ვიღაცა მაინც რაღაცაში დამნაშავე არის და ას ანუ ჯერჯერობით ყველა ხარი ამბობს პატრიარქის განცხადებებში დაგრჩათ შთაბეჭდილება რომ ისინი სულაც არ არიან დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულები და მთლად ეჭვითაც არ უყურებენ ამ სასამართლო პროცესს. ეს შთაბეჭდილება დაგრჩათ. მე შემიძლია იმით ვიმსჯელო, რაც მათ თქვეს და მათ თქვეს, რომ ისინი ადრე ითქვა ეს, რომ ისინი ენდობიან გამოძიებას და სასამართლოს, ელოდებიან სასამართლოს და უნდათ სიმართლე, რა ვიცი, სავსებად სწორია. ანუ არაფერს არ გამორიცხავენ არც აქეთ, არც იქით. ეხლა ჩვენ ისეთი პოზიცია, რომ მღვდელი არ შეიძლება რომ იყოს დამნაშავე, რასაკვირველია არ არის მღვდელი ჩვეულებრივი ადამიანია და ისტორიაში ვიცით, რომ მღვდელიც ყოფილა დამნაშავეც, ეპისკოპოსიც და მოციქულიც კი. ანუ აქ ჩემი აზრით სავსებით ისეთი რაციონალური მიდგომა რაც შეეხება ახლა მეორე მხარეს ნუ მე ხარ ბატონ ლევან თქვენ დაგიბრუნდებით დიდი ბოდიშით მამა მიქაელ ბოტკოველი ყავს ხაზზე პატრიარქის მდივანი დიდი მადლობა მამა მიქაელს რომ ის გვერდება პირდაპირ ეთერში იქნებ პირველ რიგში დავაზუსტოთ დღეს დეკანოზის ძმა იყო მოსული საპატრიარქოსთან ის საუბრის ჩანაწერს ითხოვს ოჯახს რჩება